დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა რაც არის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები. აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ვზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მე-16 შვიდეული სულიწმინდის გარდამოსვლიდან დაემთხვა ასევე ჯვართამაღლების შემდგომი კვირიაკეს. ამ დღეს იკითხება ორივე სახარება. პირველი სახარება ეს არის სახარების მონაკვეთი მარკოს მახარებლიდან, სადაც მაცხოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს საკუთარი ჯვრის აღების შესახებ და იმის შესახებ, რომ ადამიანმა ვინცო სულით ვისი წარიწმინდოსო სახარებისათვის და ჩემთვისო მანაცხოვნოს იგივე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაწილში იცოდეთ, რომ ჩვენ სულს თარგმნით უბრალოდ გონია მხოლოდ საღვთო ნაწილი სული რაც არის და სული ასევე არის იცოდეთ სიცოცხლე. ანუ აი სუნთქვა და სიცოცხლე, ანუ ორი იმითია ბერძნულ ენაში სხვადასხვა ფორმით გამოითქმის ეს და ჩვენი თარგმანი ეგრევე არის, ხო? აი ეგრევე არის სულით არის ნათარგმნი. ამიტომ ამ ნაწილში იცოდეთ ყველამ, რომ სულითვისი წარიწმინდოს სახარებისათვის ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სიცოცხლე, აქაური სიცოცხლე და ეხლა ვილაპარაკებთ უფალი უბრალოდ რას გულისხმობს ამაში და რა რთულია ზოგადად რომ ადამიანმა აი ამას, რასაც უფალი ჩვენ ისე იგი მოგვიწოდებს ამისი შესრულება. ნახეთ რა სიძახის, ვინცო ეს არ აღიაროსო, ნათესავმა ამანო, ვინც მეო კაცთა წინაში არ მაღიაროსო, გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ რა არის კაცთა შორის აღიარება. ის კი არა რომ იხვიდე, კი ესეც არის რომ მე ქრისტიანი ვარ, სიტყვით დაადასტურო, მაგრამ გუშინ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ რომ რითი არის უპირატესი რა, უფრო მეტი აქ რა არის ისეთი რაც გარეთ არ არის და უფალი ძახის ვინცო უარმყოს მე წინაშე კაცთაო, უარი ქმნეს იგიცაო წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა ანგელოზთა თანაწმინდათაო და ვინც მეო აღიაროს ჩემი მეო აღიაროს წინაშე კაცთაო, იგიც აღიაროსო ღმერთმა, ანუ მამა ღმერთმა ზოგადად, მამამან ჩემმა ზეცათამან ანგელოზთა თანაწმინდათაო. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ხლა უბრალოდ რაზე არის აქ საუბარი. ხშირად ეს სახარების მონაკვეთი გვესმის და ფიქრობთ, ნეტა რას გვეუბნება უფალი, რა უნდა გავაკეთოთ, რომელი სული უნდა წარვიწმინდოთ, რომელი სული არ უნდა წარვიწმინდოთ, რომელი უნდა მოვიპოვოთ. ამ წუთის სოფელში მოპოვებული სული, ანუ სიცოცხლე რა არის და ქრისტესთვის და სახარებისთვის წარწმედილი, ანუ გაწირული სული რა არის, ხო? სული როგორც ავთქვით, არის სიცოცხლე, ანუ რა არის ეს, რა მდგომარეობაა და აი ხა მე აგიხსნით ძალიან ჩვენთვის გასაგებად უბრალოდ მარტივ მდგომარეობით. აი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებას აგიხსნით და ამას შესაბამისობაში დავაყენებ წმინდა წერილთა, რასაც უფალი დღეს გვეუბნება. აი ავიღოთ დღევანდელ დღეს ჩვენ როგორ ცხოვრობთ. ძალიან მარტივს ავიღებ, ეხლა თუ ვინმე სამსახურში ხართ, ხო? აი მიხვედი სამსახურში და გამოგიძახა დირექტორმა, ხელმძღვანელმა, ხო? მიდიხარ იქ როგორი ხარ? ანუ მოწესრიგებული, ანუ დალაგებული, რა უნდა უთხრა, როგორ უნდა უთხრა, რაღაცა ისეთი არ წამოგწდეს, რომ ამან ისე იგი შენს ცხოვრებაზე, ნახეთ, შენს ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედოს, ხო? ამ ცხოვრებას ვახსენებ, აი ეს სახარებისეული ცხოვრება იგულისხმეთ, ხო? ანუ აი ეს ვაწყობ ჩვენ, ეს არის აწყობა სიცოცხლის აქაური და აი რაღაცა თითქოს ვსწავლობთ მანერებს, ვსწავლობთ მლიქვნელობას, ვსწავლობთ, ვნახულობთ რაღაცა ლექსიკონს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. აი მაგალითად უფროსის წინაშე ესე ვართ. რატომ? იმიტომ რომ აქ გვინდა რომ ჩვენ ისე იგი ჩვენ სიცოცხლეს და ცხოვრებას დისკომფორტი არ შეექმნას. იმიტომ რომ მე რო იქ მივიდე და რაღაცა ისეთი ვთქვა და ისე მოვიქცე როგორიც ვარ სინამდვილეში, მაშინვე დისკომფორტი შემექმნება. ამიტომ ნახეთ ახლა ავიღოთ ძალიან როგორი ხართ მე მეგობრებთან. მეგობრებთან რო გამოდიხარ ადამიანი, იქ თითქოს ხო რაღაცა მოხსნი ამას, აღარ ახარ ისეთი დაძაბული, ლაპარაკო ბოდიშთან გამოთქმაზე, ჭორაობთ, მამაკაცები მოკლედ რაღაცებზე საუბრობენ, ისე იგი ისე მოურიდებლად ილანძღებიან, შეიძლება იგინებიან, ქალბატონები მოკლედ ჭორაობთ, გაგავთ, გამოგავთ ყველაფერი და ამას მოკლედ ვერც კი ვამჩნევთ საბოლოო ჯამში, მოკლედ, მაგრამ იქაც რა შვებით, ნახით მეგობრებშიც როგორ აშვებით,
იმაზე ვლაპარაკობთ, იმას ვლაპარაკობთ, იმებს გადავცემთ ერთმანეთს და იქაც ზომაწონას, იქაც საბოლოო ჯამში რატო რომ მეგობარს არ ეწყინოს, არ გამინაწყენდეს, რატო რომ მე დისკომფორტი არ ვიგრძნო ჩემს ცხოვრებაში. ეხლა მივედი ოჯახში, პირობითად, ხო, 3 ნაწილს მოგიყვან დანარჩენი თქვენ თქვით, სადაც ხართ ხოლმე, როგორც ხართ, როგორ გვიწევს ადამიანებს საბოლოო შემთხვევაში, ანუ აი ცვალებადობა. მივედი სახლში, ვდგევარ, ხო, მთელი დღე მამაკაცებზე ვიტყვი, ახლა მთელი დღე გარეთ ახარ, ისე იგი შრომობ რაღაცა, მიხვედი სახლში და შენმა მეუღლემ საჭმელიც არ დაგახვედრა, მოკლედ დარეულია ყველაფერი და რა შვები ახლა ადამიანი, ხო? რაღაცნაირად ცდილობ რომ მოითმინო, ან მოითმინო, ანუ აქაც ცდილობ რომ მოითმენ თუ არ მოითმენ, რამე სიტყვი თუ არ იტყვი, შენი შინაგანი ცხოვრებისეული დისკომფორტი არ შეიქმნა. თუ ჩხუბობ, იმიტომ ჩხუბობ, რომ ასე უფრო კარგად ახარ. თუ არ ჩხუბობ და პატიობ, იმიტომ პატიობ, რომ შინაგანად ისევ შენ იყო კარგად. ანუ პატიება გირჩევნი, იმიტომ რომ ეხლა რომ მეუღლესთან ჩხუბი დაიწყო, იცი მე რამდენი ხანი უნდა იჩხუბო, რამდენი ხანი ჭირდება ამის მერე შერიგებას, ანუ რისი თქმა მინდა. რომ ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, რომელზეც მაცხოვარი იძახის, რომ თქვენო აწყობთ აქაურ სიცოცხლეს, აქ რომ კომფორტულად იცხოვროთ. ეხლა აღარ ვახსენებ იმას, რომ ჩვენ ნივთებს ყიდულობთ, რაღაცებს ყიდულობთ, ჩვენ ცხოვრებაში ვალაგებთ ისე, რომ ჩვენ რა ვქნათ, კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. სულიერად ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი ცხოვრება იყოს კომფორტული ნაწილი და ეს რაზე გადის? შექსპირი იძახის ერთხელ, რომ მთელი ცხოვრებაო, მთელი სიცოცხლეო, მთელი ცხოვრებაო, ეს არის თამაში და ადამიანები მათში არიანო მსახიობები. და აი ეს მსახიობის, ერთი მსახიობის თეატრია მთელი ჩვენი ცხოვრება, სადაც ადამიანები სულ აპლოდისმენტებზე ვარ, ესე იგი დამოკიდებული, რომ დისკომფორტი არ შეგვექმნას. ვიღაცამ შეგვაქოს, ვიღაცამ გითხას, ვარა კარგი ადამიანი ხარ, რა კარგი ბიჭი ხარ, ამდენი რამე გაიგეთებია და ამითი რა შვებით, იცი, აი მთელი ჩვენი სიცოცხლე და მთელი ჩვენი ცხოვრება ამითი საზრდოობს. იმიტომ რომ თუ ვინმე, ესე იგი რაღაცა აი ამ და აი რა მინდა თქვა, იცი, აი ეს თამაში მე ეს სხვადასხვა ნიღბები, რომლითაც აი ერთი მსახიობის თეატრი ძალიან კარგად ასახავს ამას, რომ მარტო არის, ხო? ხან ცუდ ხასიათზეა, ხან გამოვა ის, ანუ ერთმა უნდა ითამაშოს, ერთმა და უნდა აჩვენოს ყველა ემოცია, ისიც, წყენის პოზიციაც, ისიც, ანუ ყველა ემოცია, რაც შეიძლება არის ჩადებული აი ამ ისე იგი სპექტაკლში ყველაფერი უნდა აჩვენოს. ასეა ჩვენი ცხოვრებაც. სადაც კი ვართ, ჩვენ ამას ვთამაშობთ, აი მოთამაშეები ვარ და ეს არის ჩვენი სიცოცხლე და ცხოვრება, რომელზეც მაცხოვარი იძახის, რომ ვინცო მოიპოვოს სიცოცხლე, ანუ სულიო თვისი ამ წუთის სოფელშიო, მანო წარიწმინდოს იგი, ანუ ვინც მოიპოვოს ცხოვრება ამ წუთის სოფელში და აი ამას იყოს დაჩვეული, აი ამ როგორ გითხრათ, ნიღბებით ერთი, ისე იგი მსახიობის თეატრის თამაშს, მაშინო ისო, ანუ მეც არ ვაღიარებო მასო, მამისა ჩემისაზეცათასო, მაგრამ ვინცო წარიწმინდოს სული თვისი სახარებისათვის, გინდა ჩემთვისო, მან აცხოვნოს იგი. ეხლა ვსვავთ კითხვას, რას ნიშნავს ეს წარწმე და რა არის ეს? ანუ ჩვენი თქვით ყველამ ჩაიხედეთ თქვენ გულში, რომ ესე ვცხოვრობთ. ხომ მეთანხმებით ყველა, მე ვფიქრობ, ვინც გვისმენს, ახლა ვინც თქვენ აქ დგეხარ და ვინც საბოლოო ჯამში გვისმენს, ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი ცხოვრება არის ეს. ჩვენ ამას დავარქვით რა, იცი? აი, როგორ გითხრათ, მორგება, დავარქვით დიპლომატია დაარქვა ადამიანმა, სხვადასხვა რაღაცები დაარქვა, რომ აი წარმატებულია, ნახე, ზოგი აი ერებზეც კი იძახიან ხოლმე, აი ეთნიკურათაც კი იძახიან ხოლმე, ესენიო როგორი ისინი არიანო, აი ალღოიანები არიან ისინი, ანუ ადამიანს, ვისაც ამ წუთის სოფელში შეუძლია ემოციები და ემები თამაში, ხო, ესეთი ადამიანი დღეს წუთის სოფელში ამ სიცოცხლეში არის წარმატებული. და ჩვენ საბოლოო ჯამში ვიყურები და წარმატება სად მინდა ამ სიცოცხლეში მინდა და მე ჩვენ ბაძავთ. ბაძავთ კი არა ეგეთები ვართ, კი არ ბაძავთ, უბრალოდ ვერც განგვასხვავებს ადამიანი, ისინი ვართ თუ ჩვენ როგორები ვართ. გუშინაც ვილაპარაკე ამაზე, ჩვენც იგივე ადამიანები ვართ, ჩვენ წუხვართ დანაკარგზე, ჩვენ წუხვართ იგივე, ჩვენც მოკლედ მოხვეჭაზე, იმაზე, ამაზე. ეხლა ნახეთ როგორ რაღაცა როდესაც ადამიანი ეკლესიაში მოდის, აი რა ხდება მე, აი ეს სიცოცხლე, რაზეც უფალი იძახის, რას ნიშნავს, რომ ვინცო წარიწმინდოს სულითვისი ჩემთვის გინა სახარებისთვის. უცბად ერთ დღეს ეს ყველაფერი დგება თავდაყირა. გაიგებ, რომ თურმე ცოლს არ უყვარხარ, ვიღაც გაიგებს, რომ რაღაცა დაასკვნის, რომ მე მგონი მე ჩემ ცოლს არ უყვარვარ. ვიღაცა დაასკვნის იმას, რომ თურმე
თავის ცოლი ღალატობს პირობითად. უცებ დაასკვნა იმას, რომ მეგობრები, რომელიც ჩვენს გვერდით იდგნენ და გეგონა რომ ეგენი იყვნენ, ვინც იყვნენ, თურმე ეგენი არ ყოფილან და თურმე ისე იგი ესი არ არის. უცბად მოხდება ისე, რომ სამსახურიდან იოლად რო თქვა, გამოგიშვებენ, ხო? უცებ დაკარგა უცბად ერთ იმაში, აი ხშირად არის ხოლმე ადამიანი, რანაირად აეწყო ყველაფერი. გახსოვთ რო იტყვიან ხოლმე, ერთს მოყვება მეორე, მესამე, მეორეს მესამე, ამიტომ რომ ეს სტაბილურობა, რომელიც ქონდა, ისე ქონდა ადამიანს გამჯდარი შინაგანა და იმდენად კარგი მსახიობი იყო და კარგ ნიღბებს ატარებდა, რომ წარმატება ქონდა, მაგრამ უცბად ბურბალი დატრიალდა უკუღმა. და აღმოაჩინა ადამიანმა თურმე ვისაც ის ემყარებოდა, ვისაც ის ეყრდნობოდა, ყველაფერი გაცამტვერდა, ყველაფერი დადგა თავ და ყირა. და აი ეს არის ზუსტად ის მდგომარეობა, აი როდესაც ადამიანი გზნობ რო ჩიხში ხარ. აი შეხვედი ჩიხში. ყველაზე დიდ ჩიხში შეხვედი ადამიანი და აი ამის განცდა იწყება უკვე ადამიანში და აი როგორ გითხრათ იცი? აი ყველაზე დიდი აქ ყველაზე საშინელი განცდა რა გაქვს იცი? ვერ ხვდები რომელი ხარ. ეს სახეები, რომელსაც თამაშობი, ხვდები რომ შენ არ ახარ არც ერთი. აი ეს არის ყველაზე საშინელება და უცებ ტაძარში, ეკლესიაში, ქრისტეს წინაშე მოხვედი და ხვდები რომ იმას, რასაც შენ ცხოვრებაში ერთი მსახიობის თეატრს თამაშობდი, ყველგან თურმე არც ერთი არ ახარ, ყველგან თამაშობდი. ყველგან ერგებოდი, ყველგან ცდილობდი და ეს არა მხოლოდ გარეთ, ეს ჩვენშია, სამდელოებაშიც არის დიდრებთან, გავლენიან ადამიანებთან, ამასაც დიპლომატია დაარქვა ადამიანმა, თამაშობენ ვითომ ესე, არ ვიცი, აი ამ კუთხით რომ გადახედავ, ხო? აი რაღაცა თითქოს არის, მაგრამ ხვდები რომ ადამიანი სულიერად სულ სხვა არის, ქრისტეს წინაშე სხვა არის, იცი რა ძნელია ამის აღქმა, ალბათ მეც ესე ვარ ზოგადად, ხო? მე ვფიქრობ ხოლმე რომ აი ხა სამღვდელო ხარისხში აქ ვარ, ქადაგებ წირავ, ქადაგებ სხვა ვარ, გამოვალგარეთ ურთიერთობაში სხვა ვარ, მე ვიღაცასთან სხვა ვარ, ვიღაცას ჩემ ოჯახმა, ჩემი იცის იმასთან, ხო, ისინი სხვა რამეს ხედავენ, იქ სხვა ვარ, აქ სხვა ვარ და საბოლოო ჯამში, ანუ ნახეთ როგორ არის უცებ გიდგება კრიზისი, აი ესეთი, აი კოლაფსი ხდება და ხვდები რომ ისე იგი ყველაფერი ჩამოგეშალა. ოჯახის გვერდზე ჩამოგეშალა ყველაფერი, თანადგომა იქ ჩამოგეშალა, აქ ჩამოგეშალა, შვილები, რომელსაც დიდი ისეთები არ არიან, როგორებიც გინდა, ვიღაცას გარდაეცვალა შვილი, ვიღაცას ესე მოუხდა, ვიღაცას ისე მოუხდა და ჩამოგეშალა ყველაფერი და მიხვდი ერთ რამეს, რომ დარჩი მარტო, მიხვდი ერთ რამეს, რომ რასაც კი ირგებდი სახეებს, ერთი მსახიობის თეატრი იყო თავიდან ბოლომდე, არც ერთი არ ახარ სინამდვილეში და მათ შორის თურმე არც ქრისტიანი არ ახარ. ქრისტეს წინაშეს თურმე ნიღაბი გეკეთა, იმიტომ რომ სხვაგან თუ ნიღბები გიკეთია, აქაც თავისთავად ნიღაბი გიკეთია ადამიანს. აქაც ნიღაბი გიკეთია ადამიანს. და ამიტომ ნახეთ საითკენ გიბიძგებს ეს მდგომარეობა, ხშირად თქვენ გიჭირთ ხოლმე გვეზიზღება ჩვენ სიმდაბლე, გვეზიზღება რომ ადამიანები ვიყვეთ როგორ იცი, ვაპატიოთ ვიღაცას, გულმოწყალები ვიყვეთ, ამდაბლები ვიყვეთ, უფრო მეტად მშვიდები ვიყვეთ. რატო? ნახეთ, ეს ის თვისებებია, რომელიც გარეთ მსახიობობას წყვეტს. ამ თვისებებით გარეთ მსახიობი ვეღარ იქნები. ამ თვისებებით გარეთ სამყარო შენ ვერ მიგიღებს ასეც. იქ ხარ ადამიანი და ხშირად ადამიანები ამას რომ გარეთ უნდათ რომ აი ნახე მე ისეთი ვარ, როგორიც აქა ვარ, რას აკეთებს იცით? ანუ განა ქრისტეს ბაძავს სიმშვიდეში, არამედ ჩხუბობს იქ, ქრისტიანობისთვის ჩხუბობს. ანუ შიგნით არის ადამიანი, ნახეთ როგორ არის ოჯახში, იქაც, ანუ უყვარს ჩხუბი, უყვარს შინაგანად, ანუ უყვარს, როდესაც ამ ემოციას გამოხატავს, უყვარს, როდესაც რაღაცისთვის აი ესე სულ დაძაბულია მის გარშემო ყველაფერი და იბრძვის და ანუ საბოლოო ჯამში, აი ნახეთ როგორ არის. მოვა ტაძარში და ხვდება, რომ ქრისტეს ბაძვა ეს არის სიმდაბლე, ეს არის გულმოწყალება. და თუ მე მინდა რომ გარეთ ეს ნიღაბი მოვიხსნა და ნამდვილი ვიყვე, მაშინ ეს თვისებები უნდა შევიძინო. არა, ეს თვისებები არ უნდა ადამიანს. და ანუ საბოლოო ჯამში ვიღებთ რას? რომ სვავთ კითხვას და ადამიანისთვის იმდენად კინოულია, მაგრამ საჭიროა. იცოდეთ, თუ კი ღმერთს უყვარვართ ჩვენ ამას გაგვატარებს. ჩვენ გვიღალატებენ გარეთ ყველანი, იცოდეთ, მეგობრებიც, ოჯახი, ანუ ყველანი საბოლოო ჯამში ვიზეთ ჩვენ ღმერთზე მეტად ვართ მიჯაჭულები.
ვიზეთ ჩვენ რაზეც და ვიზეთ ჩვენ ღვთის გარეშე ვართ, ღმერთზე მეტად ვართ მიჯაჭულები, ყველაფერი ჩამოგცილდება ჩვენ. ყველაფერი ჩამოგცილდება, რომ ადამიანი თუ მართლა ღმერთი ხედავს, რომ ადამიანი გულით ეძებს მას, აი იმ წინ რაც გვიდგას, ყველაფერს ჩამოაცილებს და ეს არის ქრისტიანული რეალობა. იცოდეთ, თანამდებობასაც ჩამოგაცილებთ. ანუ სამარცხვინოებსაც გაგხვდეს, დასაცინებსაც გაგხვდეს, ისეთ შეცდომებს დაგვაშვებინებს, რომ იმაზე სადაც თავი რომ მოგქონდა და აი გეგონა რომ შენ ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებ და ამასაც კი ბოლომდე დაგანარცხებს. კი იბრძოლებ იქ რაღაცას, მაგრამ შენ ხვდები რომ შენ დამარცხებული ხარ უკვე შინაგანად. და საბოლოო ჯამში ადამიანი რჩები ღვთის წინაშე სინამდვილით. აი ეს თუ აკეთებად, აი აქ ჩვენ მოსულები ვართ რისთვის ეკლესიაში. მოსულები ვართ იმისთვის, რომ უფალს უთხრათ, რომ უფალო, მე შემიძლია აი ეს ნიღბების თამაში გარეთ რო არის. გავწირო სახარებისთვის და შენთვის. შემიძლია იქ, რასაც აი ამ ჩემი მლიქნელობით, ჩემი თამაშით იქ წარმატებას ვაღწევ, ამ ლიქნელობაზე და ისე იგი წარმატებაზე და ამ რაღაცა თვისებებზე და ხასიათებზე, ლავირებებზე, რაც არის, ამაზე ყველაფერზე უარი ვთქვა და მინდა რომ ნამდვილად შენ ჯვრის წინაშე ვიდგე და ავიღო ჯვარი შენი. აბა რა რთულია ჯვარი, ნახეთ. ჩვენ რო ვიძახით ჯვარი ავიღოთ ქრისტესი, ადამიანს გონია რომ ეს ჯვრის აღება არის, უბრალოდ გუში როგორც გითხარით ქრისტეს წინაშე წელიწადში ორჯერ ჯვრის წინაშე ვდგევარ და აი რა ვიცი ღმერთი ჯვარზე გაეკრა. აიღე ეს ჯვარი შენს. აბა აიღე ესეთი ჯვარი და რა ჯვარია? გითხარით, ანუ ვიღაცა გვეკითხება, რა ჯვარი უნდა ავიღო მამაო? აი ეგ ჯვარი უნდა აიღო. მოეშვი თამაშს. ცოტა მაინც მოეშვი თამაშს. გულწრფელი იყავი იქაც. შეიძინე სახარებისეული თვისებები, როგორც ვთქვით, სიმდაბლე, მორჩილება, გულმოწყალება, სიყვარული. ანუ ერთგულება სარწმუნოების შეიძინე ესენი. ეს არის შენი ჯვარი და აბა გადი მე ესეთი გარეთ. გადი ბირჟაზე ეგეთი მამაკაცებს გეუნები თქვენ სადაც გეხართ ხოლმე. გადი თქვენ სამსახურებში იქ ეგეთი თავდაბალი, მორჩილი, ესეთი თავდაღუნული, გულმოწყალე, მიმტევებელი, გადით მიდი გარეთ და ნახავთ რას ნიშნავს ქრისტეს ჯვარი. ეგ არის ქრისტეს ჯვარი. და ის კი არაა ქრისტეს ჯვარი, ადამიანი, ისე იგი შენ რომ გონია რომ ის იატრიალებ, ვითომ იბრძვი რაღაცეებისთვის და განაიბრძვი რაღაცეებისთვის. ეს ჯვარი რომ გინდა რომ შეამსუბუქო, ვითომ თამაშობ, აქაც თამაშობ ადამიანი. და ერთი ნაწილი უმნიშვნელოვანესი, ამაზე მინდა ვისაუბრო, აი ჩვენი ახალგაზრდებს მინდა უთხრა ამაზე და უფროს თაობასაც. დღევანდელი მეორე სახარების ნაწილი თუ გახსოვთ იყო ნაყოფების შესახებ, ხო, უფალმა მისცა ადამიანებს ნიჭები და ტალანტები, შემდეგ წავიდა, რომ მოვიდა, ითხოვა, რომ აბა დამიბრუნეთ უკან რა ვინ რა და მოკლედ საბოლოო ჯამში ერთმა რამდენიც მიიღო, ერთი იმდენი გააკეთა, მეორემ რაც მიიღო, მეორე იმდენი გააკეთა, მესამემ წაიღო დამალა და რაც იყო ისევ ის დაუბრუნა და უფალმა უთხრა, აქედან მოკლედ რო გითხრათ, რაზეა მან საუბარიცი, უფალი განიკითხავს უმოქმედობას. რას ეუნება იმას? შენო დაგედო სავაჭროზეო, თუო ისე იგი წააგებდიო, მე მივიდოდი, ხო იცი როგორ იცავარო, მივიდოდი და იმისგან ამოვიღებდი ისევ ჩემ ფულსაც და უფრო მეცაცო, მაგრამ რატომ არ იმოქმედე? ამას გეუნებიდო, ქრისტიანობა არის ცდელობა, რაზეც წეღან გილაპარაკეთ, ეცადე ადამიანი მოიხსნა ეს ნიღაბი, მოიხსნა ეს მასკა, ეცადე ადამიანმა რომ თამდაბლობა შეიძინო, იბრძოლი ამისთვის და ღმერთი გეუნება რომ შენ იბრძოლე, ნუ დამარხავ ამას ყველაფერს მიწაში და ნუ იტყვი რომ მოკლედ რავი, აი რაც არის ესე იყოს, ესე ვცხოვრო. ასე ნუ იტყვი. წააგე, მაგრამ მე მოვიღებ მაგას. იმოქმედე, იმუშავე, წაიქეცი, ცოდე, შეიძლება დაეცი, მაგრამ მე წამოგაყენებ აქედან და გაცხოვნებ აუცილებლად. და ერთი მთავარი ნაწილი, რაზეც ახლა მინდა გაგიმახვილოთ ყურადღება, ეს არის, როდესაც ადამიანი მერე აი ამას თუ აკეთებ, ნაყოფებს ვერ ხედავ. ყველაზე დიდი გულდაწყვეტა ადამიანს ამაზე აქვს. არ ყოფილან ასეთი ადამიანები, წარმოიდგინეთ, მოციქულებიც ასე იყვნენ, წინასწარმეტყველები, დიდი მისიონერები, დიდი მამები, ვინც იყვნენ, ყველა ამას განიცდიდა. მეც რამდენჯერ განმიცდია, იცით? რამდენი წელია ხო აქ ვართ, ხო რაღაცა და რამდენს საუბრობთ ამ საკითხებზე და როგორი გულისტკენაა ხომ, იცით რომ თქვენ ვერაფრით ამდენი წლის განმავლობაში ერთ ნაბიჯსაც, რაზეც საითკენად ვცდილობ რომ ცოტა მიუტრიალდეთ, გიჭირთ ამ ძველი ადამიანის
ისე იგი ნელ-ნელა სიკვდილი ძველი ადამიანი რო განიძარცოთ ადამიანებმა ახალი შეიმოსო და რამდენჯერ ყოფილა აი რაღაცა ცრემლი წამოგივა მოძღვარს აი რამდენჯერ ყოფილა რომ განსწრება ხან მქონია აი პირდაპირ ვაღიარებ რომ მე თქვი აი რაღაცნაირად აღარც მინდა მე თქვი აი რაზე მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ რაღაცები ისეთი გამოჩნდება შიდა დაპირისპირებები რაღაცები რომ გული ისე მткиვა ისე იგი რისთვის აკეთებ მაშინ რაზეც საუბრობ ამ ყველაფერს ადამიანებს საერთოდ არ ესმით ამის შესახებ არ უყვართ ერთმანეთი არც მეგობრობენ ერთმანეთთან არც ჭირსა და ხინს არ იზიარებენ ერთმანეთს ისე როგორც ქრისტიანები უნდა იზიარებდნენ და აი ესე სასოწარკვეთილებამდე და უიმედობამდე მივსულვა რომ მე თქვი რატო ესე რა ხდება რატომ არის ეს ყველაფერი ესე და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ციცოდეთ რომ აი ეს ნაწილი იმისა რომ ნაყოფები რომლითაც თქვენ რაღაცას აკეთებთ აი მაგალითად დაიწყეთ წეღარას თქვი დათმობა რაღაცისა და ჩვენ როგორ ავართ ნახეთ გარეთ ისე ცხოვრობს ადამიანი არაფერს ისე არ გააკეთებს თუ არ მოველი რაღაცას აპაპაპა ხელს არ გავანძრებ ფეხს არ გადავდგავ არსად თუ რამეს არ მოველი ან მატერიალურს და ან სულიერს წეღარ როგორც თქვით ან ტაშს უნდა მოველოდე შექებას და ტაშს უნდა მოველოდე ან კიდე მოკლედ მატერიალურ გარკვეულ ანაზღაურებას ამ კულტურაში ცხოვრობთ ეს არის აღებმიცნობისა ვაჭრული სული რომელიც არის დამკვიდრებული სამყაროში და წუთისოფელში და ამ ვაჭრობის სული და ანგარებითი მსახურებით არის სავსე სამყაროს და ჩვენი შინაგანიც რომელიც ვერ განვიძარცვეთ და აი რომ მოვედით ტაძარში ხო მე ვფიქრობ რა აი ქრისტემ ჩემი გულისათვის ჯვარზე ავიდა გაეკრა არაფერი თითქოს ამას ხვდები მაგრამ ეხლა მე ხვდები რომ მას უნდა მივბაძო რაღაცა უნდა გავაკეთო ისეთი რომელზეც მე ტაშს არ დამიკრავე და ვიღაცები ანუ არც მატერიალური საზღაური არ მექნება ამაზე და ამაზე ბრაზდება და ძალიან წუხს ადამიანი იმიტომ ამას არის დაჩვეული უფალო აქვე მაჩვენე დილის კვირდილა დილით მოკლედ ისე მეძინებოდა დღეს ძლივს წამოვწიე საკუთარ თავს ძლი აქამდე მოვიტანე ჩემი სხეული დგევა რაგ და რაღაცას კიდევ ლოცულობ თითქოს გევედრები და გავიდა კვირები გავიდა თვეები გავიდა წლები და იმას რასაც თელი ცხოვრება გევედრები არ არის ეს იცით რამხელა იმედგაცრუება ადამიანისა ეს არის ძალიან აი აქ ყალიბდება ზუსტად ქრისტიანი ადამიანი თუ ეს არ გადაიტანეთ თუ ეს ადამიანებმა ამას არ გაუძელით თუ კი ერთ დღესაც ხო გეუნები დაავადმყოფდით თუ ერთ დღესაც ისე ჭირი გეწვიათ რომელიც ანუ ისეთი გასაჭირი და ჭირი გეწვიათ ამ წუთისოფელში რომელიც არის აი იქ უნდა შეძლო ადამიანმა მაშინ გამოავლინო და გამოამჟღავნო შენი ეს მოთმინება რომელიც შინაგანად უნდა კონდეს ადამიანს და სვავ ადამიანი კითხვას აი დღეს ახალგაზრდები ბევრნი არიან ჩემს გარშემო რომელიც მისვავენ ასეთ კითხვას მამაო რატო ეს აი რატო ვაკეთებ ამას ვიკლებ ამას ვიკლებ იმას წეღარას თქვი ანუ მე ვცდილობ სამყაროში ეს თამაშს მოვჩე მიღაბი მოვიხსნა და ნამდვილი ვიყო ქრისტიანი ვიყო აი გადავწყვიტე და ქრისტიანი მინდა ვიყო დავიწყე ამის მოკლება და ხვდები რომ იმ სამყაროში და იმ წუთისოფელში ადრე რო არაფერს არავინ დამცინო და ეხლა ვიღაცა დამცინის ამ ჩემი ქრისტიანობის გამო ეხლა ჩაგრავს ვიღაცა ეხლა რაღაცა ცუცი ძახის ჩემზე ანუ ფაქტობრივად უფრო ცუდად ვარ ვიდრე მანამდე ვიყავი და აქ ნაყოფებს ვერაფერს ვერ ვიღებ აი ეკლესიაში ვდგევარ და ამის საზღაურს ვერაფერს ვერ ხედავ და გავიდა ამდენი ხანი და ეს ახალგაზრდები და ადამიანი კითხულობს შეიძლება თქვენ მე არ მეკითხებით მაგრამ კითხვა გიჩდება თან ხო გეუნები თუ კი რამე განსასწრელი გეწვიათ იმ წუთში კითხვასავ კაცო რატო დავდივარ ამას რატო ვაკეთებ რატო ვიკლებ იმ ყველაფერს რომლითაც ადამიანები ბედნიერები და გახარებულები არიან მონაზვნები სვავენ ხოლმე მონაზვნები მოწყინებაში რომ ჩავარდებიან ის მათ ყველაზე დიდი მტერი ეს არის ყველაფერი დატოვეს ცოლზე უარი ანუ ოჯახზე უარი თქვეს უარ დაოჯახებულიყვნენ შვილებზე უარი თქვეს ყველაფერი ამ წუთისოფლის სიამაზე ნუ მე იმას ვიძახი ვინც ნამდვილად თქვა ამაზე უარი და არა უბრალოდ იმითი რომ აქედან წავიდა და უკეთესი სახლი თუ მოიწყო იქ ადამიანმა რა მნიშვნელობა აქვს ეხლა ადამიანი აქ სოფელში ერთ პატარა იმაში ცხოვრობდა რა ქვია შელახულ სახლში და ბინაში და ბოდიშით რაღაცა საპირფარეშოში გარეთ გამოდიოდა და მე რავი მონასტერში რო წახვედი და მოაწყე ისეთი რაღაცა რომ ადამიანი იმაზე უფრო უკეთესი ისინი გაკაბარა დატოვე
მიატოვე და წახვედი. ხა არავინ არ გეუბნება შენ იმას, რომ იგივე მდგომარეობა მოიწყე, მაგრამ შენ ხო დატოვე ეს რაღაცა ისთვის დატოვე. აბა იფიქრე უბრალოდ ამაზე. და ჩვენც ასევე დავტოვეთ, ხო? ჩვენ ხო წუთისობრივ, როდესაც ქრისტესთან შემოვედით, რაღაცებზე უარი ვთქვით, რაღაცებზე უარს ვიძახით დღესაც და ამ სახიობობაზე და ამ ნიღბებზე უარს ვიძახით. შემოვედით ტაძარში, ყველანი მოვედით ტაძარში და ცვალებადობა დავიწყეთ და გვეთკინა. გვეთკინა, ჩვენც გარდაგვეცვალა ვიღაცა, ჩვენც დავანტყოფდით, ჩვენც რაღაცა ამ წუთისობაში გაჭირდა და გაჭირდა. აი მე მინდა გითხრათ, ხშირად არ ესმით კარგად მისი უწმინდესობის ნათქვამი სიტყვები, გახსოვთ, რომ იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. და ამის ნაცვლად ნახეთ ქრისტე რას გვეუბნება, რომ სოფელსა ამა შინა ჭირი გექნებათ. მიხვდით, ანუ იხარე ორთავ სოფელსა შინა ადამიანმა სიხარული თუ სწორად არ გაიაზრა, რა ქრისტიანი სიხარული, რა სიხარულია, რომ მე რომ ეს ნიღაბი მოვიხსენი და მე რომ ისე იგი როგორ გითხავთ, გევარ და ვიღაცა რომ შეიძლება შეურაცხყოფას მაყენებს, ესა მიხარია, იმიტომ რომ ქრისტეს გულისათვის ვითმენ, ეს არის ქრისტიანის ნამდვილი სიხარული. მაგრამ ადამიანებმა დღესაც ამ წუთისოფლის ესე რომ ვთქვათ, ანუ სიამეში როგორც ვთქვით, ამ წუთისოფლში წარმატებისთვის ჩათვალა ეგა. პატრიარქმა თქვა, რომ იხარეთ ორთავ სოფელსა შინა, ნიშნავს იმას, რომ აბა, სიხარული ვის როგორ გესმით, ის განიცადა ადამიანმა და აქეთ მოტრიალდები და უფალი გეუბნება, რომ თუ შენ ამ გზას დაადგები, გეუბნება, რომ სოფელსა ამა შინა ჭირი გექნება. განსაცდელები გექნება, განსაცდელებით მოგიწევს ცხოვრება და აი ამაშია ადამიანი უბრალოდ შინაგანად გაჭედილი. და ამიტომ ეხლა აი ძალიან ბევრი რო აღარ ვისაუბროთ. ნაყოფი არ იზრდება ერთ დღეში და ორ დღეში, იცოდეთ. მოთმინება იქონიეთ უბრალოდ. და ყველაფერს უყურეთ მარადისობიდან გამომდინარე. თუ ამას არ უყურებთ, აუცილებლად დაიჩოქებით. გეუბნებით, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ აი ჭირი გექნებათ, განსაცდელები გექნებათ, ტკივილები გექნებათ, არა ნაკლები რაც გარეთ არის, შეიძლება უფრო მეტიც კი. ხშირად ღმერთი აი ისე იგი აგვიანებს ჩვენზე ამ მადლის მოცემას, რომ ჩვენი გული გამოსცადოს. შენი გული როგორი არის? შეიძლება მზად არ არის ამის მისაღებად. ანუ ნახეთ როგორ არის უფალი, როდესაც უყურებს, მაგალითად, თქვენ უყურებთ მიწას და დაუმუშავებელი მიწაა, ხო? ხო უყურებთ მიწას. და ეს მიწა დაუმუშავებელია. თქვენ არავინ არ იცით, რომ იმ მიწაში უკვე ღმერთმა შიგნით ჩადებული თესლი გაღვივდა და უკვე რაღაც უნდა ამოვიდეს იქიდან. შენ უყურებ რა ზემოდან, მაგრამ უფალი უყურებს შინაარში, უფალი უყურებს გაცილებით ღრმად ჩვენს ცხოვრებას და ამის ნდობა გააქვთ. ამის ნდობა გააქვთ ღმერთზე მინდობა, რომ ღმერთი ჩემ ცხოვრებას უყურებს ჩემზე უფრო მეტად უკეთესად. შეგიძლია თქვათ, რომ ჭირი რომ მოვიდა და რაიმე განსაცდელი მოგივიდათ, ეს ღვთისაგან არის და მადლიერი იყო ადამიანი. არა, ეს არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენი გეგმები გვაქვს ჩვენს ცხოვრებაზე. სასუფეველი ადამიანის გულში იცოდეთ, სიჩქარეთი არ შენდება. ადამიანის გულში სასუფეველი შენდება ნდობაზე და ერთგულებაზე ღმერთის. უფალი გვეუბნება, თქვენ გულშია ცათა სასუფეველი და სიჩქარეზე ისე იგი არასოდეს არ შენდება სიჩქარე. სიჩქარე ჯერ სახსაც არ ააშენებს ადამიანი და მით უმეტეს ცათა სასუფეველი არ შენდება. და ცათა სასუფეველი თუ გინდათ მართლა რეალურად ააშენოთ, ხო? მაშინ გქონდეთ ნდობა და გქონდეთ ერთგულება ღმერთის. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ძალიან რთული. გეუბნებით, აი როგორ იქნება, იცით? ან ითამაშებ და ბოლომდე ფარისევლები დავრჩებით, მოთამაშეები დავრჩებით. ხო? ან თუ არა, აი სადღაც მივალთ უკვე როგორ, იცით? აი აღარ შემიძლია მე მგონი, მორჩა უკვე. ანუ ვერ ვხედავ მე იქიდან მოსულ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ღმერთისაგან მოსულ აი ამ საჩუქარს, რომელიც უნდა მომწეს. ანუ ჩემ ნაყოფებს რაც დავხარჯე, იმის ნაყოფს ვერ ხედავ და ადამიანი თითქოს უძლებ და ისე დაიბათქონებ ეკლესიის გარეშე შეიძლება აღმოჩნდეს. ეკლესიის გარეთ აღმოჩნდეს, საიდუმლოებათ გარეთ აღმოჩნდეს და ვისი ბრალი იქნება და იმისი, რომ შენ თამაშობდი ყველგან
და არასოდეს დღევანდელი სახარებიდან გამომდინარე არ გიფიქრია რომ ქრისტესთვის და სახარებისთვის ჯვარი აგეღო ხელში და თავი გაგეწირა რა ის ცხოვრება გაგეწირა შენ აქ გემო არ გიხილია ამისი ქრისტესთან ქრისტესთვის გაწირული რაღაცით მოსული გული რა საოცარი არის ოდესაც ის ღმერთთან მოდის ეს არ გიგემია ადამიანს და დასვით ერთხელ აბა კითხვა დაუსვით თქვენ თავს კითხვა რეალურად თქვენ რისთვის მსახურობთ ნაყოფებისთვის თუ ღმერთისთვის და დამიჯერეთ გულწრფელად თუ კი გასცემთ პასუხს ან არ გეცოდინებათ რა უპასუხოთ უამრავს თქვენგანს არ ვიცი რავი აბა არ მიფიქრია ამაზე იტყვით რისთვის მსახურობ არ ვიცი ესეც ხო პრობლემაა ანუ რისთვის მსახურო რომ მოდიხარ იმისთვის რომ მე ღმერთმა რაღაცა უნდა მოგცეს და ღმერთთანაც იგივე კულტურით შემოდიხარ ანგარებით როგორც გარეთ ცხოვრობ თუ ღმერთის მსახურება გინდა და რა არის ღვთისმსახურება მიბაძვა გინდა ქრისტესი ჩვენი დიდი წინაპრებისა ჩვენი წმინდანებისა რისთვის მოდიხართ ტაძარში რაღაცის მისაღებად თუ უბრალოდ გასაღებად და მსახურებად აქ თავგანწირვისთვის თავდადებისთვის რაღაცისთვის მოკლებისთვის რაღაცისთვის აი ღვთის წინაშე მოვიტანე და დავდე ის სიამოვნება რომელიც გარეთ ამაქვს მიყვარს ძალიან სადღაც ყოფნა მაგრამ აი ამ დღეს მე მოდივარ აქ და ვწირავ ამას აი ეს არის რასაც მაცხოვარი ძაღლზე ვინც გაწიროს თავი ჩემთვის და სახარებისათვის მანაცხონოს იგი ამიტომ დასვით ეს შეკითხვა ყოველდღე დაუსვით რისთვის სახურო რო ლოცულობთ აი დგეხარ დილით ლოცულობთ კითხვა დასვით რისთვის ლოცულობთ იმისთვის რომ ისე იგი რამე შედეგი გინდა მიიღოთ აი ამ წუთის სოფელში და თუნდაც სხვაგან თუ უბრალოდ ღმერთთან ყოფნა გიხარიათ ღვთის მსახურება გიხარიათ იმიტომ რომ აი ეს ისე იგი შეხვედრა ლოცვაში ღმერთთან ერთად ეს არის რაც მე მახარებ სხვანაირად არ შემიძლია არა ვალდება აუცილებელი ისე იგი ხატებთან დადგომა გითხარით ადრე 15-20 წუთი გამოყავით იესოს ლოცვისთვის ცალკე თუ ესოს ლოცვა არა რას თქვენ გაგიხარდებათ უფალო შემიწყალე ან რომელიმე ფსალმუნის სიტყვები ან მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა ან გული წმინდა დაბადე ჩემთან აღმერთო რაც თქვენ უფრო მეტად თქვენ სულთან არის მთელი ამ თქვენი სულიერი ცხოვრების განმავლობაში ის იმეორეთ ანუ 15-20 წუთი რო აი ეს ღმერთთან მისვლა და მხოლოდ და მხოლოდ თავგაწირვა ყველაფრისა დაივიწყეთ იმ დროს თუ გინდათ ოჯახის წევრები ღმერთთან წარსდექი და უბრალოდ აი ღმერთს უთხრა უფალო შენს გარდა აი ახლა აი შენს გარდა არავინ არ მინდა არავინ არ მახსოვს არავინ არ მინდა აი ეს არის ქრისტიანი რომელსაც შეუძლია რომ მაცხოვარი ძაღლს ვისაც უყვარდეს დედა მამა ცოლიშვილი უფროის ჩემსა ჩემი ღირსი არ არისო აი აქ ვლინდება თუ კი შენ შეგიძლია ღმერთთან ყოფნით და მხოლოდ ღმერთთან ყოფნით გაიარო ეს არ არის დასაძრახი ჩვენ ისედაც მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენს ოჯახს და ჩვენს ახლობლებს ვემსახურები და ესეც უნდა იყოს მაგრამ სადღაც უნდა იყოს რომ უფალო მე ამაზე შემიძლია უარი ვთქვა იმიტომ რომ დაკარგა ოდესღაც ამას შვილზე რომელსაც მიჯაჭული ხარ და მის ბედნიერებაზე ზრუნავ დაკარგავ მაგას ერთხელაც იქნება გარდაიცვლება ის და დაგჭება არაფერი და მე რასიზა ღმერთთან ყოფნა არ იცი ის იმედიც ქონდა ისიც არა გაქვს რა უნდა გააკეთო ადამიანმა და ეს არის ქრისტიანობა რომელიც რაღაცა შინაგანად აძლიერებს ადამიანს და იმდენად ჩვენი ახალგაზრდების და ყველა ჩვენთაგანი აი ამ ქრისტესთვის რო არ ვწირავთ არაფერს არც გული გვევსება არაფრით და გული რო არ მევსება არაფრით ამიტომაც თავდადებაც არ შემიძლია და დადგება თუ არა კრიზისული მომენტი იმ წუთში ხვდები რომ რა გავაკეთო უნდა გავიდე გარეთ, იმიტომ რომ გარეთ არის სიამოვნება. გარეთ არის ის რაღაცები, რასაც ვაკლდები და რატო ვაკლდები ამას? დაუკვირდით აბა თქვენ თავს. გეუბნებით ორი ვარიანტი გვაქვს. ორი მდგომარეობა. ან ფარისეულობა და თამაში და მიღბებით სიარული ყველგან, რასაც ისედაც ვაკეთებთ, ან ერთ დღეს უბრალოდ თქვა რომ არა. მე სახარებისთვის, ქრისტესთვის და სახარებისთვის აი ამ ყველაფერს გავწირავ და ავიღებ ჯვარს, რა ჯვარს? ჩემი სიმდაბლისა, გულმოწყალებისა, მოთმინებისა, მორჩილებისა და ასე შემდეგ. და დავიწყებ აი ამ ცხოვრების წესით გარეთ გასვლას და რაც იქნება, იქნება. უფალი რასაც ინებებს, ისე მოკლედ იყოს. არ გაჩერდეთ არასოდეს. აი
გთხოვთ ყველას, რო გონია, რომ აი ყველაზე რო გონია, ყველაფერი რასაც აკეთებ უაზრობა, აღარაფერია ეს სულიერი ცხოვრება, აირიე, დაირიე, ისე იგი ვერაფერს ვეღარ ვიგებ, ვეზიარო, არ ვეზიარო, ახსარება თქვა, აი როცა ეს იქნება, გთხოვთ ამ დროს გააგრძელეთ. ეს არის ის კრიზისული მომენტი, რომელსაც უნდა გადააბიჯო, სადაც ღმერთი მერე თავისი საოცარი აი ჩურჩულით, საოცარი აი ნიავით, საოცარი სიხარულით მოდის და ისეთი სიხარული შემოაქვს, იმიტომ რომ შენ ბოლომდე გაწირე თავი და ბოლომდე ერთგული დარჩი ამ ყველაფრის. და თუ ამას არ გააკეთებ ადამიანი, მაშინ აი როგორ არის, იცით? აი ძალიან ეს მინდა რომ გითხრათ. უბრალოდ ერთ-ერთი მამა აღწერს ამას, რომ კარგად თქვენ რო გაიგოთ, რამოდენიმე ვერსიას აღწერს და მე ამას მოვიყვან. თავს რო იკლავსო ადამიანიო. ანუ მას, რა მინდა ვთქვა, ხილვა ქონდა, დაინახა და ახლა მე ამას ვერ დაემყარები, ეს არ არის დოგმატური სწავლება, მაგრამ მე მინდა იმას გამოცდილება თქვენს გაგიზიაროთ, მე ძალიან მომეწონა ეს და რეალობასთან ახლო არის. ადამიანიო, ისე იგი ერთი მომენტი მოყავს თურმე რა, ესე იდგა და უნდა გადამხტარიყო. უნდა გადამხტარიყო იქიდან თავს იკლავდა. და იმ მომენტში, როდესაც თავი უნდა აი კრიზისული მომენტი რო დაუდგა, როდესაც მას ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგა, იმიტომ რომ ეს ცხოვრება, რომელმაც მოაწვა უკვე გამოუვალი მდგომარეობა, წეღა როგორც გითხარი, აღარ ვიცი, იქ ვიყვე, აქ ვიყვე, ვეღარ ვიგებ, იქ წამერთვა ყველაფერი, დავკარგე ყველაფერი, ვეღარ ვიგებ, რა ხდება და აი როგორც უნდა გადამხტარიყო, რა სიძახის იცი? იმ დროს, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგას, ყველა ადამიანს თურმე აქვს თვით გადარჩენის მომენტი. წინააღმდეგობას იწყებს. წინააღმდეგობას, რო უნდა და უკან უნდა წამოეღო ფეხი და ამ ადამიანმა დაინახა რა იცი? ბოროტის სული როგორ გამოვარდა და ხელიკა. და რა იყო ლაპარაკი, იცი, ესეთი ისე რომ რასო, დროზე, რასო, რა ბრძოლაზეა, ხო მივხვდი, ძლივს ჩემი ხარ, ჩემი ხარ, ძლივს მიგიყვანე მანდამდე. ძლივს მიგიყვანე მაგ უიმედობამდე, ძლივს მიგიყვანე მაგ მდგომარეობამდე, რომ უნდა, ისე იგი გარწირო შენი სიცოცხლე, უნდა მოკლედ საკუთარი თავი ტანჯვისთვის და ჯოჯოხეთისთვის გაწირო და ამ სასულიერო პირს აი ეს დანახვა ქონდა, ხედვა ამისი, როგორც აი ცეცხლიო რაღაც საშინელი ისეთი აი ძალა გაშავებული რაღაც, როგორ ეკვეთა ამას და ის კი არა რომ სულიერი იყო ეს ყველაფერი. ფიზიკურად დაეტაკა მას და გადააგდო. და ერთი მოყავს კიდე ადამიანი, რომელმაც თქვათ, ისე იგი თოკზე იმას აქნა და კრიმინალისტები რომ მივიდნენ, ბეჭებით იყო ნახოხიალები სადღაც, იმიტომ რომ უნდოდა გადაერჩინა თავი და ფეხით რო ესე შვებოდა, ისე გადარჩენა უნდოდა, მაგრამ იმას უკვე აღარ მისცემს მან გათავისუფლების საშუალებას. რა მინდა თქვა, რა სიძახიან მამები გამოცდილებ, ფიზიკურადაც კი ერთვება, სადაც ჩვენ მას ვერ ვხედავთ. და უამრავია ასეთი მოქმედება, ხა ჩვენ როგორ აიცი ეს რაღაცები ზღაპრები გონია ხოლმე, ამას უახსენებ დღევანდელ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის სამყაროში და ადამიანების, რომელიც მარსზე მიფრინავენ და იქ დასახლება უნდათ, ასეთ რაღაცებს, როდესაც ეუნები, მათ ეს აღარ всё, ეს უკვე გადაილახა. ესა ზღაპრებია, ეს შუა საუკუნეების რაღაცა მოგონილი მითებია და ეს არ ხდება, მინდა გითხრათ, შუა საუკუნეებში, ეს არის ბოლო ათონური ისინი არის, თქმულებები არის, რაზეც ახლა მე გეუბნები. ხო და ამიტომ რა ისი თქმა მინდა, ნახეთ, როდესაც აი ამ დროს აქ რო კრიზისი გავთ, აი იქ ყველაფერი იობმა როგორც დაკარგა ყველაფერი, როდესაც თქვენ იქ წამერთვა, ნიღბები ჩამომეხსნა, შევრცხვი, რაღაცა საშინელი რაღაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ღალატში დამადანაშაულეს, იმაში დამადანაშაულეს, მთელი ჩემი სახე გაიხსნა, როგორც უფალი ძახისო, არაა დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს და საიდუმლო, რომელიც არა ერდოთაზე და აივნებიდან იქადაგებაო ეგ თქვენი დაფარულიო და როდესაც ეს გამოცხადდა და უკვე შენ რეალობის წინაშე დადექი და შეგრცხვა ძალიან საშინელ მდგომარეობაში ხარ უკვე, იმიტომ რომ ამ წუთის სოფელში თითქოს არ დაგედგომება და საშინელი კრიზისი გახსოვდეთ, აი ქრისტეს ჯვრის წინაშე მდგომებმა, აი აქ მდგომებმა ეს გადალახეთ და გადააბიჯე და თქვით ღვთის გულისათვის, ღმერთისათვის, ღმერთმა წაიღო ეს ყველაფერი. ღმერთი მე საცხოვნებლად მამზადებს. სირცხვილი აქაური სამოსელი განგძარცვა და ეხლა დგება ყველაზე დიდი მომენტი, რომ შეიძლება თითქოს აღარსად მიგესვლება. თუ შენ მე მინდა იმ ადამიანებს, ვინც აი ძალიან სასოწარკვეთილია, ოჯახში არ მიგესვლება, მეგობრებში იქ არ მიგესვლება, შეიძლება ცუდად ხარ, მაგრამ ნახეთ
ერთი მთავარი ადგილი დარჩა, სადაც შენ ყოველთვის გელიან და მიგესვლება. სადაც შენ მასეც თუნდაც როგორი ხარ გელოდებიან, ეს არის ქრისტეს ჯვრის წინაშე დგომა, იმიტომ რომ მან ყოველივე ცოდვა ჯვარსაცვა, ჯოჯოხეთში ჩავიდა, ყველანაირი სიმძიმე დაამარცხა. ამიტომ ყოველთვის არ სასო არ წარიკვეთო და აი ამ დროს, კრიზისულ დროს არ გაჩერდეთ. გთხოვთ, არ გაჩერდეთ არავინ და ანუ ისე ღვთისაკენ დაიწყეთ სიარული. ხა ვიღაცა შეიძლება იტყვის ასეთ რაღაცას, რომ მამო, მრევლი შემოგაკლდათ არა? და ამიტომ ეუნებით რომ არა დამიჯერეთ. თქვენ იცით მე ბევრჯერ მithქვამს რომ მე საერთოდ არ ამაქვს, მე ქრისტეს სიტყვების ამ წამს და გათავისებული მაქვს რომ ძალიან ცოტანი გადარჩებიან. მე მინდა უბრალოდ რომ ყველა თქვენთაგანი იყოს ის ცოტა, ვისაც წდება ეს სიტყვა. და რომ იქ არ არის გამორჩეული ვინმე. იმ ცოტაში ყველა თქვენთაგანი ან ხართ პოტენციურად, ან არ ხართ ამ ცოტაში. და ცოტა რჩება, ცოტა რჩება იქ, სადაც აი ადამიანს ამ კრიზისული მდგომარეობის გადალახვა შეუძლია. არ გაჩერდეთ უბრალოდ. არ გაჩერდეთ, რაც არ უნდა გატკინოთ წუთისოფელმა ქრისტესთან ურთიერთობაში, ეს არის ჯვარი. და თუ დააგდებთ ჯვარს და თუ მოიხსნით ამ ჯვარს, ხო, ესეც თქვენი არჩევანი იქნება. მაგრამ გახსოვდეთ ერთი რამე, ამის მერე ზემოთ კიდევ ხელახლა აღება, წერან ეგ გითხარით, ერთი თუ დააგდე, აი ბოროტმა სულმა ისე გაგტყორცნის შორს, ისე გაგტყორცნის აი ამ მდგომარეობიდან შორს, რომ საერთოდ მობრუნება გაგიჭირდება ადამიანს. ამიტომ გახსოვდეთ ეს მდგომარეობა, რომ არასოდეს ეს ტალანტი არ მოკლათ, არასოდეს და გახსოვდეთ ერთი რამე, ცათასასუფეველი ციფრებში არ არის. ცათასასუფეველი არც რაოდენობაში, ცათასასუფეველი არის მუდმივ მდგომარეობაში. მუდმივობაში, ცოტა, მაგრამ მუდმივი. ცოტა, მაგრამ მუდმივი. მუდმივად ღმერთთან ერთად და განთავისუფლება აი ჩვენი მებისგან, ნიღბებისგან, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენ ვატარებთ. ღმერთმა ამის ძალა მომცეს. მე ჩემ თავს ვეუნები რა, მეც ესე ვარ. და მე ვცდი, აი რაღაცა ყველა ვცდი ვეცადოთ უბრალოდ, რომ იქნებ ნამდვილ ქრისტიანებად ჩამოყალიბდეთ, ცოტათი მაინც და ეს ნიღბების თამაში და ერთი მსახიობის თეატრი გარეთ იქით-აქეთ დავამთავროთ და შევიმოსოთ სახარებისეული მცნებები, თამდაბლობა, მორჩილება, გულმოწყალება და სიყვარული. ამინ. ღმერთმა დალოცვილი, დღეგრძელი და გახარებული გამყოფ.